გამარჯობა როგორც ანდრით არამიშოს მოკითხვა ოჯახში. მე რას ვაკეთებ და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო უქართულეს, უღირსეულეს და ულამაზეს საარსებო მინიმუმს, რომელიც არის ლარი და 70. სამ მაღაზიაში შევალ, ნიკორა ორი ნაბიჯის ზღაპარი და შევადარებ. ვიცი ადრე თუ გაუკეთებიათ რამე მსგავსი საარსებო მინიმუმზე. შესულან ერთ მაღაზიაში მარტო. და მე მინდა ლარი და 70-ის ვარიანტები გამოვცადო სამ მაღაზიაზე ვნახოთ. მინდა ულამაზეს სიღარიბეს და გაჭირებას პატივი მივაქო. როგორ მიჭირს ბანკის შვალები მაქვს, არაფერზე ამყოფნის ფული. აი როგორ აქ ცხენიათ რა. გაჭირვება, ჩამონგრეული კორპუსები, ავარიული კორპუსები, დამეწყრილი ხარაგაული. სიამთლეში ამთავრობის კი არა. არის მურვან ყრუს და ალექსანდრე მაკედონელის ბრალი. არის სიტყვა მე უნდა გითხრათ ხო? ყოჩახ. ხო და ეხლა წავიდეთ და შევმოწმოთ, აბა თუ არ მეყოფა ყველაფერზე. ყველაფერს რო ვიყიდი. მე თვითონაც არ ვიცი რამდენი დარჩება ბარაძე, ალბათ 10 თეთრი. ორ წელზე მეტია სამსახური არ მქონია. ესე იგი პირველად შევედი ნიკორაში და რამდენიმე კვირა არ ყოფილვარ, რამდენიმე კვირა. აღთვალნებული ვარ იმდენად თავხედურად ძვირია ყველაფერი. გამოვშტერდი და აღთვალანდი. ესე იგი ადამიანი შიმშილით რო კვდებოდა გარეთ. იმედი არ უნდა გქონდეს რომ 5 ლარში რამე მოგივა. რამდენიმე კვირა გამოვტოვე და უკვე კოსმოსშია გავარდნელი ფასები, რამაც ძალიან გამაკვირვა. 50 თეთრი. ეხლა რასაც უყურებ. ფაქტობრივად ერთჯერადი ხელსაყრელის გარდა ვარი და 20 ნაკლები არაფერი არ არის და დანარჩენი წყალიც ძვირია. და ზოგადად რაღაცაზე რასაც ადრე ვყიდულობდი მომატებულ ფასებს რო ხედავ. ცოტა ვშფოთავ ხოლმე. სასმელებიც იყო ძალიან ძვირი, შოკოლადებიც. აი უიაფესი და ძალიან სახალხო ფასები. ესე იგი აქ ბავშვთან ერთად თუ შემოდიხარ, ბავშვი ისტორიკაში ჩაგივარდება და ტანტრუმებს ვერ გააჩერებ. ჩინცი ხო არ ვიყიდო. თქმა რა უნდა რომ ლარი და 70-ად ხილი ბოსტნეული რძის ნაწარმი გამორიცხულია, იმიტომ რომ არანაირად არ ჩაეტეოდა. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ უღირსეულესი საარსებო მინიმუმისთვის. ევროკავშირიც კი შურით გასკდებოდა. აი ჩვენ ისეთი უმადური ხალხი ვართ. წესით ლარი და 70-ს არ ვიმსახურებთ. ნიკორა შემდეგ შევედი ორ ნაბიჯში, უკვე ისეთი დრო დაგვიდგა, რომ გშიოდეს და ერთი პატარა სნიკერსი ან პატარა ბაუნტი გინდოდეს, გამორიცხულია რომ შეწუდე. რა ლარი და 80 ბიჭო. ხო თეთრი პურის ფასმა უფრო გამაგიჟა ვიდრე ტკბილეულის, იმიტომ რომ ყველას სჭირდება პური. ეს რას ნიშნავს? დაჭრილი მეტი კომფორტია და კომფორტს გაწერენ. ეს ვინაა საერთოდ? ეს უნიჭო ფანტა და კოკა-კოლა საიდან მოვხიეთ? ვერ წამოდგენე სოციალურ დაუცვლა როგორ უნდა იყიდოს ეგეთი გაძვირებული პური ნურძის ნაწარმი და თავისთავად ეს დიდი შოკოლადის ფილები. მე მგონი სტუმრად რომ მიდიხარ უკვე გამორიცხულია რომ ვინმე შოკოლადი წაუღო, ეგ მოიშალა ეგ პრაქტიკა. ხელსაყრელიც რა ძვირი კი არა, რა შემაშალა რა უიაფესია. უდიდესი მადლობა, უიაფესი, უღირსეულესი. ამის მერე ზღაპარში კი შევედი, მაგრამ ზღაპარში მოვხვდი მეთქი ვერ გეტყვით. ახლა რა უყურე ფასებს, ბევრად უფრო ძვირია ვიდრე ორი ნაბიჯის საპნები იყო, თუნდაც სარეცხი საშუალებები რომ ავიღოთ. იყო რაღაც ტკბილეული, რაც თითო პროდუქტი ღირდა 1 ლარზე ნაკლები, მაგრამ მარტო ფასზეც ხო არ არის, ხარისხი შეიძლება დაბალი იყოს. იქნება ეს მაინც ფასი რა არის, ცოტა ბევრია. კი 14 ლარი ღირდა, ჯანმრთელობა. და ამას რო უყუროთ, მე მგონი ცხადია რომ ღარიბ ბავშვებს ეს სათამაშოები არ ეგრისებათ. მე მგონი უკვე მივხვდით რომ ტოიბოქსი, კბილეული, კინდერი, პირამიდა ესეთი რაღაცები ავტომატურად ამორიცხულია თუ მარტო საარსებო მინიმუმით მოდიხარ აქ. და ეგ იმას ნიშნავს, რომ ბავშვი თუ ყავს მაღაზიაში, გადაფიჩინდება, ჩაბჟირდება და ეგ ცალკე უდიდესი, ულამაზესი, ღირსეული მეორეული პროდუქტია საარსებო მინიმუმის, რითვისაც მოდი ერთად ყველამ გადავუხადოთ უღრმესი მადლობა. დაუჩაქოთ და ვაღიაროთ. თუ არა და 6 წელიწადი მოვა. ჩუპა-ჩუპსი ლარი და 30 და შეიძლება ბავშვი გადაფიჩინებას გადაგვირჩეს. რა ჯანაბა. ეს ვინაა? საბერხნეთი არის წარმოებელი?
ხანა მემამულენო 270-იც აღარ ნავრჩა ბარათზე 98 თეთრი მაქვს და შევეცდები რომ დამთავრდეს ეს ექსპერიმენტი წესიერად და რამე ჩავაჯინო მაგ ფასში სღაპარს ვლაპარაკობ მაგრამ მაინც შევეცდები ამას დავადგი თვალი ხო თქვი სამი მაღაზიის მე მდიდარი დავრჩები მეთქი ავტობუსის სამგზავრო ფული დაგჭა მაგრამ ძალიან ბევრი დრო აწერია და მეჩვენე მე თვითონ მივიდე სახლში ფეხით მართალია დავიღალე უკვე ძალიან დღეს სხვა საქმეზეც ვიყავი მაგრამ უბედნიერესი ვარ და ძალიან ღირსეულად დამეღალა ფეხები ახლა მინდა სკეპტიკოსებს გაედოთ და მოეხაზოთ ჩემო კოცებო რუსეთ უმეებოც და ზოგადად საქართველოს დაქცევის მოსურნეებოც დაქცევის კი არა ბოდიში აღშენებლობის მოდი თქვათ რა დაახლავე დაუმტკიცოთ ყველა ინტრიგანს უსამშობლო ინტრიგანებს რა ღირსება ახლა ამ ნაყიდ პროდუქტებში შეხედე შემიძლია ხელები გავიწმინდო სანამ შევჭამ შემიძლია ცხვირიც მოვიხოცო და შემიძლია სხვა რაღაცაც მოვიხოცო შემიძლია ყურებიც გამოვიწმინდო ამით შემიძლია სახეც გავიწმინდო და თუ მაინც და მეც ახლა სველი ხელსახოცი მინდა დავასველებ ონკანს შევუშვერ და იქნება სველი ყველას ჭირდება ხო ეხლა უყურე შემიძლია პური ვჭამო თან 58 თეთრიანი ხო ცოტა ისეთი ჩანს ცოტა მაგარი ჩანს შეგვიძლია გატკინოს მაგრამ უყურე შემიძლია დავლიო კიდევაც სასმელიც არის შემიძლია დესერტიც ვქონდეს და შემიძლია დავწერო კიდეც და ეს ცოტა არის ეს არის ჩემი სავრომარტო თაიგული ნიკორაში დავხარჯე ლარი და 70 ზუსტად ვიყიდე ეს ორი ორნაბეთში დავხარჯე ლარი და 29 ვიფიქრე კიდე შევავსებ მეთქი მაგრამ იმდენად მომატებულია ყველაფერზე უბრალოდ დაკლებულია ყველაფერზე ფასი რომ ვიფიქრე ლარი და 70-მდე შევსება რომ მომინდეს შეიძლება გადააჭარბოს მეთქი და მე ხოლმე მესამე მაღაზიისთვის სჭირდებოდა ბიუჯეტი ორნაბეთში მოვიდა ეს ზღაპარში მილეულიც უკვე როგორც თავიდან იყო რა შოკოლადით მარტო მდიდრები რო სვამდნენ და ჭამდნენ ცხელ შოკოლადს რო სვამდნენ და ჩვეულებრივ შოკოლადს მირთვოდნენ დაახლოებით ეგრე არის ახლაც ისევ მდიდრების საკვები გახდა ტკბილეული ხო კიდე მინდა სკეპტიკოსებს და ინტრიგანებს კოვზი ჩაუგდო ნაცარში და უთხრა რომ ავტობუსის 20 თეთრიც დამრჩა ძალიან ჭავის პურის სუნი აქვს რა უკნეს ამ ბალნის კაი მორჩა ღირსეული კეთილდღეობის ექსპერიმენტი და რა უნდა ქნათ მართალია ჩემი ფრაზები არ გაიმეოროთ ინდივიდუალიზმი მეკარგება ამას კიდე თავი ეკარგება კარგად